დილამ შვიდობის. მოგესალმებით, გრძელდება დილის პალიტრა, ძალიან საინტერესო თემებზე უნდა გესაუბროთ და ძალიან გვიხარია მე და რომ გვაქვს საშუალება, რომ რაღაცნაირად თქვენი ცნობიერება კონკრეტული საკითხების მიმართ ავამაღლოთ, ასევე ვეცნობით ხოლმე ჩვენს და ჩვენთვისაც ძალიან სასარგებლო არის. ჩვენს ცნობიერებას ავამაღლებთ საქმე. ხო, რაღაცნაირი ესეთი საინტერესო გამოდის ხოლმე, ამიტომაც უნდა ვისაუბროთ ახლა სურსათის შესახებ, ძალიან ხშირად გვხვდება ხოლმე ფალსიფიცირებული პროდუქტები, კონკრეტულად როგორი მექანიზმით მუშაობს ეს ყველაფერი, რაღაცნაირად მაინც რომ ინფორმაცია გვაქვს, შემდეგ უფრო მეტად ყურადღებით ვართ ხოლმე, თუნდაც სად რა უნდა შევიძინოთ, ან კონკრეტულად რა გზები არსებობს ფალსიფიცირების, სხვადასხვა გზები არის, მოკლედ, რაც უფრო ვითარდებით ჩვენს, ესე ვთქვათ, არა კეთილმოსურნე ადამიანებიც რაღაცნაირად ფიქრობენ ხოლმე ჩვენს დამარცხებას, მაგრამ ჩვენ უნდა შევიარაღდეთ, ამიტომაც ამ თემაზე უნდა ვისაუბროთ ჩვენ სტუმართან ერთად. ეკაკი გაურის სურსათის უნებლობის სპეციალისტი არის ჩვენი სტუმარი, რომელიც აი რაც მე შესავალი გავაკეთე, მინდა რომ გახდეს ჩვენი გადაცემა, ჩვენი მაყურებლისთვის იმისი მაგალითი, რომ შესაძლებელი არის რაღაცა უფრო ფხიზლად ვიყოთ აი კონკრეტული პროდუქტების მიმართ და ყოველთვის უნდა ვუყუროთ ხოლმე ეჭვის თვალით ალბათ. ძალიან რთულია შეიძლება მოდუნებას გვჭირდება, მაგრამ არის ალბათ კონკრეტული ესე რა ვთქვათ მაგალითები, რაც შეგვიძლია რომ გამოვიყენოთ. რა თქმა უნდა, მოგესალმებით. დილამ შვიდობის კიდევ ერთხელ. გამარჯობა. მოგეთ პირველ რიგში უნდა გავიგოთ რა არის ფალსიფიკაცია. ფალსიფიკაცია არის ხელოვნურად გაყალბება პროდუქტის, ეს შეიძლება იყოს სასურსათო პროდუქტი, შეიძლება ნებისმიერი სხვა პროდუქტი იყოს, იგივე სარეცხი საშუალებები, თქვათ, შეიძლება ცხოველის საკვებიც კი იყოს გაყალბებული, ანუ ბევრი რამე შეიძლება იყოს გაყალბებული, ამიტომ ეს არის უბრალოდ ფალსიფიკაცია არის გაყალბება, რო ვთქვათ, მარტივად. არსებობს რამოდენიმე ტიპი გაყალბების, ეს არის ტექნოლოგიური გაყალბება, როდესაც დამტკიცებული რეცეპტურა არსებობს და შენ იმას აყალბებ, ანუ ეს არის თვითონ წარმოებაში არსებული გაყალბება, მაგალითად იგივე ღვინოზე წყლის დასხმა, ვთქვათ, იგივე რძის პროდუქტის დამზადების დროს პალმის ცხიმის გამოყენება, მცენარეული ცხიმის გამოყენება, თაფლის დამზადების დროს შეიძლება შაქრის სიროფის შეყვანა ამ თაფლში და რაღაც ესეთი ტიპის გაყალბებები არსებობს, ტექნოლოგიური ქვია მას. არის რაოდენობრივი გაყალბება, როდესაც ჩვენ ვიცით, რომ 1 კილოგრამი შაქარი უნდა ვიყიდოთ და მასში არის ვთქვათ 800 გრამი, ანუ რაოდენობრივი გაყალბება. არის ინფორმაციული გაყალბება, როდესაც ჩვენ ასე ვთქვათ ერთ პროდუქტს, რომელსაც შეიძლება სულაც არ იყოს ვთქვათ რაღაც ძვირადღირებული ვისკი, იმას მივაწებებთ ეტიკეტს და ის არის ასე ვთქვათ წარმოუჩენთ მომხმარებელს როგორც ძვირადღირებულს და ეს არის ინფორმაციული გაყალბება. ესეთი ტიპის გაყალბება სისხლის სამართლის დანაშაულითაც ისჯება, რაც ეხლა ხანს იყო ჩვენ ერთი თვის განმავლობაში რაღაც ისტორიები მოხდა ამასთან დაკავშირებით და დასჯადია რა თქმა უნდა. არის კომპლექსური გაყალბებები, როდესაც ვთქვათ ეს ყველაფერი რაც ჩამოთვალე შეიძლება ერთად იყოს, მათ შორის ახლა ჩვენ რაც ვიცით, ცილა-ცხიმი ნახშირწყლები შეიძლება იყოს არა ის, რაც შეიძლება იყოს სინამდვილეში, ანუ მრავალ ტიპის გაყალბება. ამ გაყალბებას ჩვენ ესე მარტივად არ შეიძლება რომ ვუყუროთ, იმიტომ რომ ეს მხოლოდ მატერიალური ზარალი არ არის ჩვენთვის, ეს არის აგრეთვე ის, რომ ჩვენ შეიძლება ამ პროდუქტებით, ასე ვთქვათ, მოვიწამოთ კიდეც და შეიძლება ლეტალური შედეგიც კი დადგეს. აი, სწორედ ამასთან დაკავშირებით მექნება შეკითხვა, რომელი შემთხვევები არის ჯანმრთელობისთვის მეტად სახიფათო ფალსიფიცირების რომელი ფაქტები, კონკრეტულად რომელ პროდუქტებს ეხება? აი, შეიძლება იყოს ეს სპირტიანი სასმელები, როდესაც თუ კუსტარულად დამზადებულია და სპირტიან სასმელებში ყველაზე მაღალი რისკი ეს მეთილი სპირტი, ანუ ტექნიკური სპირტი არის ესეთი, რომელიც რასთანაც საქმე ქონდა, სულ რაღაც დაახლოებით ბოლო 1 თვის თვენახევრის განმავლობაში. ხო, რაღაც საშიშია, იმიტომ რომ არა, იმიტომ რომ ჩვენ ძვირადღირებული ბრენდი შევიძინეთ და მოვტყუდით ფინანსურად. არამედ ის, რომ შეიძლება ტექნოლოგია ყოფილიყო არასწორი და ჩვენ ხო ისეთი ტიპის ვთქვათ სასმელი, რომელიც ჩვენთვის ასე ვთქვათ სასიამოვნოდ მისართმევი უნდა იყოს, სიბრმავესაც იწევდეს თუ მასში ჭარბი რაოდენობის მეთილი სპირტი იყო. ჩვენ როდესაც ბიზნეს ოპერატორი დარეგისტრირებული არ არის და შესაბამისად მასთან სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორები არ დადიან ინსპექტირებაზე, ჩვენ ძალიან დიდი ეჭვი გვაქვს, რომ როგორ მზადდება საერთოდ ეს პროდუქტი. შესაბამისად ფხიზლად უნდა ვიყოთ, აი თქვენი სიტყვა მომეწონა წეღან როგორც თქვით, ფხიზლად უნდა ვიყოთ როგორ, ან როგორ შეგვიძლია რომ დავიცვათ თავი ამ ყველაფრისგან. პირველ რიგში უნდა შევიძინოთ ის პროდუქტები, სასურსათო პროდუქტები და ყველა პროდუქტი, რასაც ვიყიდით, ლიცენზირებულ, ასე ვთქვათ, მაღაზიაში, იქ სადაც მიკვლევადია ეს ყველაფერი, ხო? უფრო მეტად კონტროლდება, ხო? კი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ
იმ ყველა ესეთი ტიპის მარკეტში, დიდ მარკეტში იქნება თუ პატარა მარკეტში, როგორც გეუბნებით, არის თავისი შემოწმებელი. ნუ შესაბამისად, ისინი ფხიზლად არიან თავად, მერე ნებისმიერი ვთქვათ, იმპორტირებული პროდუქტი თუ რამე ჩამოდის ჩვენთან, მას ყავს თავისი დისტრიბუტორი. ანუ ეტიკეტზე ყოველთვის არის, რომ არა მარტო მწარმოებელი წერია იქ, არამედ ვინ არის პასუხისმგებელი იმპორტირებულ პროდუქტზე ისეზე, ანუ ოფიციალური იმპორტიორი საქართველოში წერია და წერია ხოლმე ვინ არის. ანუ ჩვენ შეგვიძლია მივაკითხოთ ესე იგი ვინც არის. არ შევიძინოთ ისეთ ადგილას, სადაც ხვალ შეიძლება ის, ასე ვთქვათ, გამყიდველი არც კი იდგეს, ხო? ანუ მიკვლევადი უნდა იყოს ეს ყველაფერი ჩვენთვის და შესაბამისად დაბალმა ფასმა ჩვენ არ უნდა მოგხიბლოს. ანუ დაბალი ფასი არის უკვე საეჭვო, ანუ თუ რაღაც პროდუქტი ღირსერთი 3-ჯერ 4-ჯერ უფრო იაფი ვიდრე ჩვენ როდესაც გვიყიდია, ანუ არ არის საუბარი სააქციზო სააქციო პროდუქციაზე, რომელიც არის ხოლმე ხშირად საწყის ფასკულის. ხო, ეგ არ არის, მაგრამ ის სადაც ბოლო ვთქვათ ერთი რამდენიმე ხნის შემთხვევა არის, რომ ბავშვებისთვის საყვარელი პროდუქტი იყო, აღარ ვასახელებ რომელიც იყიდებოდა, ასე ვთქვათ, კუსტარულად დამზადებული, ანუ ბავშვებისთვისაც კი შეიძლება ეს პროდუქტი დამზადდეს და იმიტომ არის მეტად სახიფათო, რომ იყოს ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხის მომტანი, შეიძლება ადამიანი მოიწამლოს და ასე ვთქვათ, ხო გეუბნებით, შესაძლოა ლეტალურადაც კი დამთავრდეს ეს ამბავი. ბიზნესმენები სწორედ აი ამით ისარგებლობენ ხოლმე რაღაც საბავშვო პროდუქტებს ქმნიან, რომელიც ყველასთვის საზიანო არის არ მხოლოდ ბიზნესმენი ცოტა გადამეტებული თქომია, მე ვიტყოდი რომ თაღლითი არის და მაინტერესებს აი თქვენ რა ჩამოთვალეთ ეს წესები რომ არ დავიცვათ, დავუშვათ და შევიძინა ადამიანმა მაინც ფასმა მოატყუა ესე რომ ვთქვათ და რთულია ზოგჯერ ცნობას გაუძლო, როდესაც კონკრეტული ბრენდის ძალიან ძვირიანი, კარგი სასმელი ნახევარფასში არის და ნუ ხშირად ადამიანი ამ ცნობას ვერ უძლებს. შეგვიძლია თუ არა რომ კონკრეტული რაღაც მექანიზმით თუ რაღაც საშუალებები მაინც ჩვენი შეუიარაღებელი თვალით გავარჩიოთ ორიგინალს. და ეხლა გეტყვით ან როგორ შეიძლება? რა თქმა უნდა, უნდა წავიკითხოთ ეტიკეტი. ის ეტიკეტი უნდა იყოს კითხვადი, არ უნდა იყოს ვთქვათ წაშლილი ან თარიღი აუცილებლად უნდა იკითხებოდეს, QR კოდი, შტრიხ კოდი უნდა გქონდეს. იმ QR კოდით ჩვენ შეგვიძლია შევხედოთ, რომ მართლა იკითხება თუ არა და თუ შედის ვთქვათ იმ ქვეყნის მწარმოებაში, ხო? და ასევე არაერთი აპლიკაცია არის, რომელიც შეუძლიათ როგორც Android-ზე, ასევე iOS-ზე გადმოწეროთ. მე მაქვს მაგალითად ძალიან კომფორტული არის ამ QR კოდის დანათების ესე რომ თქვა. ამების ჭირდება რა გავიგოთ. მაგრამ ვისაც ეს არ აქვს, ხო ყველას არ აქვს ცნობა ეს ტექნოლოგიების მიმართ და შეუძლია უბრალოდ წაიკითხოს ეტიკეტი. ანუ ის აუცილებლად არამკაფიო იქნება, ან წაშლილი იქნება, კარგად ვერ აყალბებენ ხოლმე, ანუ ძალიან მაღალი დონის გაყალბება თუ არის, მაშინ რა თქმა უნდა არაფერი არ გუშველებს. ზოგჯერ ხდება ისე რომ QR კოდიც კი გაყალბებულია და შტრიხ კოდიც და ყველა მონაცემი გაყალბებულია, მაშინ უკვე ჩვენ ძალიან უძლურები ვართ. თუმცა, თქვა აი ესეთი მარტივი წესებით, როდესაც ჩვენ შეგვიძლია ყურადღება მივაქციოთ ეტიკეტს და თქვა წავიკითხოთ ხომ არ არის წაშლა და ესეთი ტიპის შემოწმებით ჩვენ შეგვიძლია რაღაც გარკვეულწილად ავირიდოთ თავი აი ესეთი მძიმე ასე თქვა კიდევ აი ესეთი ტიპის ფალსიფიკაცია მაგალითად არსებობს შოკოლადი ჩვენ ვიცით რომ პროდუქტია რომელშიც არ უნდა იყოს მცენარეული ხო ცხენი ხო ბავშვებში როგორც კი ჩვენ კონკრეტიკეტზე წავიკითხავთ ან ეტიკეტზე რომ მასში არის პალმის ცხიმი და მას ქვია შოკოლადი ანუ ეს უკვე არის ტექნოლოგიური გაყალბება ინფორმაციული მათ შორის ხო არ არის შოკოლადი მცენარეული ცხიმი შოკოლადში ვიცით რომ მარტო კაკაოს ცხიმი უნდა იყოს რა უნდა ვიცოდეთ ყოველ შემთხვევაში თუ არ ვიცით რომ შოკოლადში უნდა იყოს მხოლოდ კაკაოს ცხიმი მცენარეული ცხიმებიდან და თუ მასში არის პალმის ცხიმი შესაბამისად ეს არ არის შოკოლადი და ჩვენ არ უნდა ასე ვთქვათ თუ არ გვინდა რომ მოვტყუდეთ აგერ ვიცით და არ უნდა გამოვიყენოთ მაგის გარდა ძალიან განხმაურებულია ეს უკვე რძის შემცველი პროდუქტი და რძის პროდუქტი ვიცით რა არის ხო რძის პროდუქტში მცენარეული ცხიმი არ უნდა იყოს წავიკითხეთ ეტიკეტი მასში წერია რომ პალმის ცხიმი ან სხვა მცენარეული ცხიმი და არაცხოველური ცხიმი რომელიც უნდა იყოს რძის პროდუქტში ხო და მაშინ შეგვაქვს ეჭვი და არ უყიდულობთ ესეთ პროდუქტს ეგ უკვე ინფორმაციული გაყალბებაც არის იმიტომ რომ ჩვენ ეტიკეტზე ასე ვთქვათ მწარმოებელი დეკლარირებას არასწორად ახდენს ასამისოთ არსებობს ასე ვთქვათ ცხელი ხაზი სურსათის სააგენტოს და ჩვენ შეგვიძლია დავრეკოთ იქ და ვთქვათ ნებისმიერ ეჭვის შემთხვევაში რაღაც გავფანტოთ ეს ეჭვები თქვენ ახსენეთ რომ ინფორმაციული გაყალბება თუმცა ჯანმრთელობისთვისაც ალბათ მეტად საზიანოა ეს პალმის ცხიმი ვიდრე ბუნებრივი. რა თქმა უნდა, ჩვენ თუ სურვილი გვაქვს, ანუ ჩვენ ხო თავად ვირჩევთ ამას, ხო წავიკითხეთ უკვე გავიგეთ, რომ პალმის ცხიმია. შეგვიძლია იმის შესახებაც წავიკითხოთ, თქვათ, რა მოაქვს ამ პალმის ცხიმს, ხო? აი ამაზე მაინტერესებდა მეც, რომ არის რაღაც გავრცელებული ინფორმაცია, პალმის ცხიმი ყველა შემთხვევაში არის ისე თითქოს ზიანის მომტანი, მაგრამ ნამდვილი პალმის ზეთი, რომელიც არსებობს, ის არ გამოიყენება მე როგორც ვიცი, ანუ მსგავს პროდუქტებში და პირველადი სახით
სულ სხვა არის და ასე რომ თქვა ნამდვილად ძალიან ზუსტი ინფორმაცია გაქვთ პალმისცხიმიც არ შეიძლება ერთ პიროვნულად რომ ვთქვათ რომ სახიფათოა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის მავნია მაგ შემთხვევაში ჩვენ საერთოდ არ გამოვიყენებდით და აკრძალული იქნებოდა ის გარკვეული დოზირებით ვთქვათ შეიძლება რომ პროდუქტში იყოს შეტანილი სამისოდაც არსებობს კანონმდებლობა რომ ვთქვათ რა დოზით შეიძლება ვთქვათ იქ ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები იყოს პროდუქტში და ასე ტრანსცხიმები და ასე შემდეგ და ვთქვათ იმ რაოდენობით ის მწარმოებელი რომელიც ამ პროდუქტს იყენებს ასე ვთქვათ არეგულირებს რა ამ მზა პროდუქტს და შესაბამისად მზა პროდუქტში რომელშიც პალმისცხიმი არის გამოყენებული ხშირ შემთხვევაში არ არის მავნე უბრალოდ აქ შოკოლადის შემთხვევაში როდესაც ჩვენ ვიცით რომ არ უნდა იყოს გამოყენებული და ჩვენ გგონია რომ შოკოლადს მივირთმევთ აი ამ შემთხვევაში ეტიკეტის საკითხვა ჩვენ იმას გვიჩვენებს რომ ჩვენ ასე ვთქვათ მოვტყუდით და ამიტომ არ უნდა მოვტყუდეთ ასეთ შემთხვევაში ასევე გამახსენდა ჩვენთვის ძალიან საყვარელი ყოველთვის ალბათ კახური ზეთი რომელიც ასევე ძალიან სასარგებლოც არის და ასევე შესაძლებელია ძალიან მავნებელიც აღმოჩნდეს ჩვენი ჯანმრთელობისათვის მე როგორც ვიცი მისი წამოდუღება ცხელმდგომარეობაში გამოყენება ან თვითონ დამზადების პროცესი იმდენად რთული არის თუ იქ არ დაიცვეს ესე ვთქვათ ელემენტარული წესები შემდეგ უკვე ბაზარზე იყიდება არასასარგებლო ჩვენთვის და აი ამაზეც რო გითხრათ ისეთ როგორც ნებისმიერი ზეთები რომელიც ქსელში იყიდება მასაც თავისი ეტიკეტი და ანოტაცია აქვს ვთქვათ რა ტემპერატურაზე უნდა იყოს გამოყენებული ვთქვათ ზოგი ზეთი არ შეიძლება რომ იყოს თერმული დამუშავებისთვის განკუთვნილი და ზედ აწერია ხოლმე ვთქვათ მან რაფინირებულ და არარაფინირებულ ზეთებზეა საუბარი ამიტომ ეტიკეტის კითხვა ჩვენ უნდა ვიცოდეთ ჩვენ უნდა განვითარდეთ ეს გადაცემაც ხო იმისთვის არის ჩვენ ცნობადობა ავიმაღლოთ უნდა წავიკითხოთ ეტიკეტი და იმ ეტიკეტზე დეკლარირებული ინფორმაცია მწარმოებლის მიერ უნდა გამოვიყენოთ ზუსტად რა რომ არ გამოვიყენოთ მაგალითად ცხელი პროდუქტების დამზადების დროს არ ვადუღოთ იმიტომ რომ ტემპერატურა დუღილის განსხვავებულია სხვადასხვა ზეთებში აი როგორც ფრიწური ზეთში მაგალითად გამოიყენება ისეთი ზეთი რომელიც მაღალ ტემპერატურას უძლებს 180 გრადუსს მაგრამ არ შეიძლება რომ ჩვეულებრივი ზეთი ჩვენ ხანგრძლივად ვადუღოთ იმიტომ რომ კანცეროგენებს წარმოქმნის ამიტომ ჩვენ ეს ეტიკეტზე მოწოდებული ინფორმაცია აუცილებლად უნდა წავიკითხოთ მე მაინტერესებს ზოგადად ბოლო წლები რო შევაჯამოთ რამდენად არის ჩვენი მოსახლეობა ამ კუთხით უფრო მეტად განვითარებული რამდენად თუნდაც შემოდის ზარები პრობლემებთან დაკავშირებით და მინდა რომ რაღაცნაირად ეს მათთვისაც გახდეს არ ვიცი სტიმულის მიმცემი რომ თუ გვიდა რომ უკეთესი გარემო გქონდეს ჩვენი ჩართულობის გარეშე ეს არ მოხდება ჩვენ თუ არ დავაკვირდებით აი ამ დარღვევებს ვიპოვეთ თუნდაც ეტიკეტზე რაღაცა შეცდომას იმიტომ რომ ხდება ხოლმე ახლა ბოლო პერიოდში ყველის მაგვარი ანუ ეს უკვე ვიცით რომ არ იქნება ჩვენი ჯანმრთელობისთვის კარგი მაგრამ ეს რაღაც ელემენტარული რჩევები და შეფასება რომელიც ჩვენს მაყურებელსაც გამოადგება კი ბატონო საქართველოში ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შედეგად ძალიან ბევრი ასე ვთქვათ სასიკეთო რამ შემოვიდა მათ შორის ერთ-ერთი იყო ეს ხასპის სისტემის დანერგვა ეს არის საფრთხის ანალიზი და კრიტიკული საკონტროლო წერტილების დანერგვა კომპანიებში სასურსათო კომპანიებში რომელიც აიძულებს მეწარმეს რომ სწორი ტექნოლოგიური რეჟიმების უვნებელი პროდუქტი გამოუშვას ამიტომ ვთქვათ იგივე რძის შემცველი პროდუქტი ვთქვათ რძის პროდუქტი აი ამას ამ ყველაფერს უნდა არეგულირებდეს საწარმო ჩვენ არ უნდა გქონდეს ვთქვათ იმის საჭიროება რომ ჩვენ ეტიკეტები ვთქვათ დიდად ვიკითხოთ ან ეს ყველაფერი თავში უნდა იყოს საწარმოში დარეგულირებული ანუ იქ სადაც მზადება შემდგომ უნდა არსებობდეს მარეგულირებელი ამის სისტემა მაკონტროლებელი რომელიც არის სურსათის ეროვნული სააგენტო რომელიც ამას აკონტროლებს და უკვე ჩვენთან მომხმარებელთან ესე ქვია ფერმიდან სუფრამდე აი ამ სისტემას რა სადაც ასე ვთქვათ ჩვენამდე როგორც მომხმარებლამდე მოდის ასე ვთქვათ პროდუქტი ეს ყველაფერი უნდა იყოს სრულად გაკონტროლებული ეს ჩვენ ქვეყანაში არსებობს გარკვეულწილად დავიწყეთ ამის გაკეთება. ერთი მონაკვეთი, რომელიც არის ფერმა, რომელშიც ვთქვათ ხასპის სისტემის დანერგვა ეხლა იწყება. აი გახმაურებული ამბავი რო იყო, ასე ვთქვათ, რძეზე, სკინტლთან დაკავშირებით და ასე შემდეგ, როგორც ხან გახსოვთ, ხო? აი ეს თემა ჩვენთან ჯერჯერობით არის ნუ ნაკლებად განვითარებული პირველად წარმოებაში, ამიტომ სრული ციკლი, როდესაც იქნება, ასე ვთქვათ, როგორც ევროპული კანონმდებლობა გვასწავლის, როდესაც იქნება სრული ციკლი მოცული ამ სურსათის უვნებლობის მართვის, მაშინ უკვე ჩვენ მომხმარებელს ნაკლები საფრთხე ექნება, ნაკლები საჭიროება ეტიკეტის კითხვის, მაგრამ ვიდრე ეს ბოლომდე არ არის კარგად გარკვეული, ჩვენ თვითონ მომხმარებლები უნდა ვიყოთ ფხიზლად და ის ვთქვათ წესები, რომელიც ჩამოვთვალეთ, სწორადგილოს პროდუქტის ყიდვა. არ დავხარბდეთ და არ ვიყიდოთ იაფიანი პროდუქტი. ჩვენ თვითონ წავიკითხოთ ეტიკეტი, ჩვენ თვითონ ვიყოთ ფხიზლად. ეს წესები ჩვენ ეხლა აუცილებლად ჩვენ თვითონ უნდა გავითვალისწინოთ, რომ საბოლოო ჯამში იგივე ჩვენი და ჩვენი შვილების და ოჯახის წევრების ჯანმრთელობა იყოს დაცული. და თუ კი დახმარება გჭირდებათ, ბუნებრივია და აუცილებელია რომ სპეციალისტს მივმართოთ და
და თუ კი ამ შემთხვევაში მალევე არ გაქვთ სწრაფი წვდომა სპეციალისტთან, ხელოვნური ინტელექტი ძალიან კარგად დაგეხმარებათ ამ მიმართულებით. არაჩვეულებრივი რჩევა. მე მგონი შევიკალით უკვე. კარგად შეიკრა ეს არაჩვეულებრივი რჩევა. არა, ეს რჩევების რაღაცა პაკეტი შეიკრა იმდენად კარგად, რომ ინფორმირება არის მთავარი იარაღი და პრევენციის საშუალება იმ ადამიანებისთვის, ვისაც სჭირდება დაცვა და მგონია რომ ყოველს სჭირდება, მათ შორის ჩვენც და მადლობა ამ საინტერესო რჩევებისთვის. თათამ დაანონსა დასაწყისში, რომ ჩვენ უნდა ავიმაღლოთ ცნობიერება და ყოველ შემთხვევაში მე ნამდვილად ამიმაღლა ეს ცნობიერება. ბევრი ჩემთვის უცნობი ინფორმაცია მივიღე ამ დროისთვის და ძალიან მადლობა კიდევ. საინტერესო იყო თქვენთან საუბარი და ასევე მინდა რომ თქვენ გააჟღეროთ ნომერი, როდესაც თქო აღმოაჩენს ჩვენი მაყურებელი და მომხმარებელი დარღვევას, რა ნომერზე უნდა დაგიკავშირდეთ? რუსეთის სააგენტოს ნომერია 1505. კი ბატონო, მოკლედ ვიყოთ შეიარაღებულები და უფრო ფრიზლოთ, რომ გქონდეს უკეთესი გარემო. ძალიან დიდი მადლობა თქვენ, ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო ეკა გიგაური, სურსათის უნებლობის სპეციალისტი და ვსაუბრობდით ძალიან მნიშვნელოვან თემაზე. თუ არ მოესწარით ჩვენი ნახვა და გადახვევის რეჟიმი გეზარებათ, მაშინ შეგეძლოთ რა თქმა უნდა პალეტრანიოსის Facebook ვერც ესტუმროთ და ეს გადაცემა გააზიაროთ და რა თქმა უნდა მიიტანოთ სხვა ადამიანებამ და ეს ინფორმაცია.